პაბლო პიკასოს 1954 წლის მარტში დახატული დორა მაარის პორტრეტი კრისტის 26 სექტემბრის აუქციონზე რეკორდულ 25,400,000 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. რეკორდი აქამდე პაბლო პიკასოს 1954 წელს ჰქონდა შესრულებულ ნამუშევარს ფემე აგროპიეს, რომელიც სოტბის აუქციონზე 2021 წელს 24,600,000 დოლარად გაიყიდა. პაბლო პიკასოს დორა მაარის ახლად აღმოჩენილი კიდევ ერთი პორტრეტის აუქციონო დებიუტს მიმდინარე წლის ოქტომბერში ელოდება. კრისტის აუქციონმა აისწორა ამ აუქციონით ჰონკონგში გახსნილი ახალი ლოკაციის პირველი წელიც აღნიშნა. სააუქციონო სახლის პრეს-ცენტრის განცხადებით კი აუქციონი საკმაოდ წარმატებული იყო. აუქციონის მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი გახლავთ ზაოვუკის 17,3 მილიონიანი. 17,363 ეს კოდია? კი. გიორგი მიცის. საიდუმლო კოდი. 11 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა სამბეჭდავითან ხარის აუქციონისთვის. ჯამში კი 38 ლოტიდან 35 გაიყიდა. ლოტების ჯამურმა ღირებულებამ კი 72 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. იმ ფონზე რომ აზია ხდება უკვე არტ-მიმართულებითაც ერთ-ერთი ცენტრი აზიისა და ჰონკონგის გახსნებაზე. მოდი მე ბარემ ჩინეთით გავაგრძელებ მოყოლას გათხრობას. ამ პროლოგში ჩინეთში სექტემბრის დასაწყისში დაანონსებული უდიდესი ხიდი გაიხსნა. საუბარია მდინარე ბეიპანზე აშენებული ჰუაჯინგის ხიდი. მსოფლიოში ყველაზე მაღალი სამანქანო სტრუქტურაა. კანიონზე აშენებული კონსტრუქცია, რომელსაც თქვენ ახლა აკვირდებით. სიგრძეში არის 2890 მეტრი, კანიონის ფსკერიდან კი მას 625 მეტრი აშორებს, რაც ნიშნავს, რომ 200 სართულიან ცათაბჯენზე მაღალი არის აღნიშნული ხიდი, რომლის მასშტაბებსაც თქვენ ახლა ხედავთ სივრცეში გამოხატულს. ეს ხიდი ჩინელებმა 3 წლის განმავლობაში ააგეს და დაასრულეს და მასზე ცდებიც მიდიოდა წინარე თვეებში. ყველაზე დიდი ხიდი ჰუაჯინგის ხიდის სახით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მოკვლევით მხოლოდ ის გითხრათ, რომ კი ბატონო, კანიონის ფსკერიდან სამანქანო გზის დაშორება მსოფლიოში ნამდვილად რეკორდულია, თუმცა თავისი კონსტრუქციით ჰუაჯინგის ხიდი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნამდვილად არ არის. გინესის მსოფლიო რეკორდები ხიდის სავალი ნაწილის, ანუ სიმაღლე ფსკერიდან სამანქანო გზამდე ითვლიან და თავად სტრუქტურის სიმაღლეებს, ანუ მაქსიმალურად ვერტიკალური მანძილი ხიდის უმაღლესი წერტილიდან ყველაზე დაბალ თვალსაჩინო წერტილამდე სრულად განსხვავებული კრიტერიუმით ადგენენ. ამიტომ გინესის რეკორდების წიგნში აღნიშნული ხიდი, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავ ინჟინერიას წარმოადგენს, ესე ვერ მოხდება სწორედ აი ამ მიზეზებით და გინესის კრიტერიუმებით. ამასობაში ჩინეთში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და საზოგადოებისთვის საინტერესო ამბებიც ხდება. ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ სტან რენჯიანს კორუფციის საქმეზე სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა სასჯელი ძალაში 2 წლის შემდეგ შევა. აი ამ ბატონზეა საუბარი, ბიზნეს სასამართლომ დაადგინა, რომ 2007-2024 წლებში ტან რენჯიანი სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას თავის გავლენას იყენებდა კომპანიების და კერძო პირების დასახმარებლად ბიზნესში. კონტრაქტების მიღებასა და თანამდებობების დანიშნულში. ამის სანაცვლოდ კი მან უშუალოდ შუამავლების მეშვეობით 268 მილიონ იუანზე მეტი თანხა მიიღო. ეს დოლარში არის დაახლოებით 38 მილიონი. რაღაც აი ეს რაიონში ტრიალებს 38 მილიონის ფარგლებშია. დამეთანხმეთ, რომ ცალკე თანხად აღებული მშვენიერი რაიონია. როგორც უმრავლესობა დაპატიმრებული ჩინოვნიკებისა ჩინეთში ამ კონკრეტულმა ყოფილმა ჩინოვნიკმა ცხადია ბრალი აღიარა და კანონის მიხედვით ასეთი დანაშაული ჩინეთში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. თუმცა სასამართლომ ითვალისწინებს მისი ბრალის აღიარებას, გამოძიებასთან თანამშრომლობას და ქთამის უმეტესი ნაწილის ნებაყოფლობით დაბრუნებას. და სწორედ ამიტომ სასჯელი სიკვდილით დასჯა 2 წლიანი შეწყნარების ვადით დაინიშნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას სიკვდილით დასჯა 2 წლის მერე აღესრულება. თუმცა ამასობაში დიდი ალბათობით დაბრუნდება თანხაც და როგორც ჩინეთში ხდება ხოლმე ყოფილ ჩინოვნიკებზე განაჩენით შეიცვლება. პატიმარს და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება, შეთანხმება აუცილებლად შედგება, რასაც ჩვენში საპროცესო შეთანხმებას ეძახიან. სხვა შორის მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის მთავარმა კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ სი ძინპინის პირობებში 2012 წელს დაიწყო, ჯამში მილიონზე მეტი ჩინელი მოხელე დაისაჯა ან დასჯის პირას არის
კამპანიაში ათეულობით მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერიც მოხდა და ეხლა მე მგონი ის დაგვრჩა სანატრელი რომ იმედია აზერბაიჯანულის გარდა მთლად ჩინური მართლმსაჯულების წესები არ გავრცელდება საქართველოში, განსაკუთრებით ანტიკორუფციული მიმართულებით. რაც შეეხება საქართველოს და აქაურ ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, აქ ასეთი სიახლე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გამოაცხადა კომპანია გურია ენერჯის დირექტორი და 100%-იანი მესაკუთრე ბიზნესმენი მამუკა ჟღენტი დააკავეს. გამოძიება მას 403.095 ლარის მითვისებას ედავება. საუბარია 2022-23 წლებში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებზე, რასაც ახორციელებდა კომპანია გურია ენერჯი. საუბარია ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ 3.5 კილომეტრიან გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე. ხო, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივლისში გზაზე არსებული ხიდი ჩაინგრა. და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად თანხების მითვისების საქმეში ჩართული იყო ტენდერის საზედამხედველო კომპანიაც, რომლებმაც გურია ენერჯის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ყალბი შესაბამისობის დასკვნები გასცეს. აღნიშნულის გამო საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი ინიციალებით პრ დააკავეს. ხო, ბიზნეს რეესტრის თანახმად დაკავებული ბიზნესმენი ბატონი ჟღენტი არის მიმალვაში მყოფი ამჟამად ბიზნესმენის ბიჭიკო პაიკიძის ბიზნეს პარტნიორი. ამ უკანასკნელის გარშემო იტყობა დაახლოებით ისეთივე სერიალი და საქმეები განვითარდება, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჯულაძის მიმართ მიმდინარეობს. გასულ კვირაში სუსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ თემასთან მიმართებით იყო საუბარი, რომ ბიჭიკო პაიკიძის კომპანია ტრანსმა, BP ტრანსმა სახელმწიფო ტენდერებიდან 2.400.000 ლარი მიითვისა და ბიზნეს რეესტრის თანახმად მამუკა ჟღენტი 25%-ს სწორედ კომპანია BP ბეტონში ფლობს, სადაც ასევე მისი პარტნიორი 25%-ში არის ბიჭიკო პაიკიძე. მოკლედ ამ კუთხითაც უნდა ველოდოთ ამ თემის გაგრძელებას და სხვადასხვა ვარიაციებს. სხვაჩვენს ჩინეთია იმ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი, სადაც საქართველოს მიმდინარე წლის 8 თვეში ყველაზე მეტი ძვირფასი ლითონების მადნები გაყიდა, საიდანაც ქვეყანამ, ანუ გამყიდველმა სუბიექტებმა სულ ჯამში ამ 8 თვეში 239 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. სხვაჩვენს ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატები ეს ის პროდუქტია, რომლის გაყიდვაც საქართველოს საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მნიშვნელოვნად, ანუ თითქმის 62%-ით გაიზარდა. ძვირფასი ლითონის მადნები ამ რეიტინგში რეექსპორტირებული ავტომობილების შემდეგ 5.4%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს. ავტომობილებისგან განსხვავებით ეს არ არის რეექსპორტი და ეს წმინდა ექსპორტია ჩემი ინფორმაციით და ის უნდა აღინიშნოს, რომ პროდუქტს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ადგილობრივი ექსპორტით ვყიდით და ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით პროდუქტების რეიტინგში ეს საქონელი ამიტომაც არის პირველ ადგილზე. ანუ იწარმოება, ნაწარმოებია საქართველოში და გადის, ანუ ეს ფული სრულად და ალალად ქართული ეკონომიკის შემოსავალია და რომ ვაკვირდებით სტატისტიკას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 8 თვიან ჭრილში ძვირფასი ლითონების მადნების კონცენტრატების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. რაც შეეხება აი ამ მიმდინარე წლის 8 თვეს, საქართველოსთვის წლის ამ პერიოდში ადგილობრივად წარმოებული მთავარი საექსპორტო საქონელი, ანუ ეს ძვირფასი მადნები და კონცენტრატები მხოლოდ ორ ქვეყანაში გაიყიდა, აგერ ბატონო ხედავთ ამ ქვეყნებს, ჩინეთში 46.713 ტონა ძვირფასი ლითონების და მადნების კონცენტრატები და 150 მილიონ დოლარზე არის საუბარი შემოსავალზე. ამ შემთხვევაში ექსპორტი 23%-ით გაიზარდა. მეორე ქვეყანა, სადაც ეს ამ საქონელს ვყიდით, რომელსაც ასევე ხედავთ, გახალთ ბულგარეთი. იანვარ-აგვისტოში ამ მიმართულებით 88 მილიონი, ანუ თითქმის 99 მილიონი დოლარის ძვირფასი ლითონები გაგვიყიდავს ბულგარეთში, ეს არის 24,000 ტონამდე საქონელი. ექსპორტის ზრდა აქ ჩანს, რომ არის 252%-იანი, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ბულგარეთში გადაზიდვები განსაკუთრებულად გააქტიურებულია, ასე რომ ვისთვისაც საინტერესოა მონიშნოთ ეს ორი ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად მიიღო ამ ორმა ქვეყანამ და თან ანაზღაურა ქართული ძვირფასი მადნების და კონცენტრატების საფასური.
აქ თუ შეიძლება რომ მეც შევერთვები და საქმის საზოგადოებას ვეტყვი, რომ ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ჯერ კიდევ გრძელდება და გასული კვირის განმავლობაში მაგალითად ოქროს ფასი არის 2%-ით გაზრდილი და უნცია მეტალის ღირებულებამ ამჟამად უკვე შეადგინა $3,820, რაც ამ შემთხვევაში რეკორდული მაჩვენებელი არის და ისტორიულ შედეგსაც წარმოადგენს. საერთო ჯამში კი ერთ წლიან პერიოდში ოქრო არის 45%-ით გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ თვეს თუ დავამატებთ, ამ შემთხვევაში 10%-საც აღწევს. აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ფიქსირდება მათ შორის ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ კვირაში 6.9%-ით გაძვირდა და კილოგრამის ფასი აღწევს $1,520. ამ შემთხვევაში ვერცხლის შემთხვევაში თუ კი ერთ წლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი არის 50%-ით გაზრდილი და ის ამჟამად უკვე 15 წლიან მაქსიმუმსაც უახლოვდება. მიზეზებს რომ ჩავხედოთ, რატომ იზრდება ოქროს და ვერცხლის ფასი მსოფლიოს მასშტაბით და ესე არანორმალური ტემპით ვიტყოდი, ეს გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული, განსაკუთრებით კონფლიქტების ესკალაცია და რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის უშედეგოდ წარმართვა. ამასთან, ხო, გასათვალისწინებელია, ეკონომისტები მიხვდებიან, რასაც გულისხმობ, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ დოლარზე ზეწოლა და ოქროზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც მისი რეკორდული გაძვირებაც გამოიწვია. გარდა ამისა, ინვესტორებს აქვთ ასევე მოლოდინი, რომ წელს ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას დამატებით 50 საბაზისო პუნქტით შეაფსუბუქებს, ეს კი დოლარის მიმართ ინტერესს ამცირებს და ძვირფასი ლითონების მიმართ ცხადია შესაბამისად ზრდის. ჩვენ საქართველოდან ვართ. SBMG-ა. ვიდრე მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების წინასწარ და უკვე მოლდოვას მიერ გამოცხადებულ საბოლოო შედეგებზე სიუჟეტ შემოგთავაზებდეთ. შესავლისთვის გეტყვით, რომ პროდასავლელი პრეზიდენტის მაია სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა 50%-ზე მეტი მიიღო. სანდუს პრეზიდენტობის პირობებში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოსგან განსხვავებით მიმდინარეობს სუპერაქტიურად და ეს ჩანს კიდეც ყველა იმ შედეგზე, რაც მათ შორის მათ ურთიერთობებს უკავშირდება დასავლურ სტრუქტურებთან. სიუჟეტის წარდგენამდე კი გადავწყვეტეთ, რომ მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკურ კავშირებზე გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანას შორის თითქმის $19 მილიონი აღწევს. აქედან ექსპორტი არის $13 მილიონი, ხოლო იმპორტი კი $5,600,000 შეადგენს. გასული წლის 8 თვესთან შედარებით ექსპორტი არის 71%-ით გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი თითქმის 54%-ით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვა 82%-ით $22 მილიონამდე გაიზარდა და აქედან $13 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიც, ხოლო იმპორტი კი თითქმის $9 მილიონი იყო. წლევანდელი მონაცემებით მოლდოვასთან ექსპორტში პირველ ადგილს იკავებს ავტომობილები თითქმის $6 მილიონით, მეორე ადგილზე არის მინერალური და მტკნარი წყლები $2 მილიონი, ხოლო $1,600,000, მესამე ადგილს იკავებს უკვე ექსტრაქტები. რაც შეეხება იმპორტს, $1,300,000 პირველ ადგილზე არის სამკურნალო საშუალებები, $691,000 კი პური და საკონდიტრო ნაწარმი, ხოლო მესამე ადგილს ამ შემთხვევაში იმპორტის ნაწილში იკავებს $673,000 რეზერვუარები და ცისტერნები. შარშან მოლდოვიდან ინვესტიციების მოცულობა იყო $61,000-მდე შემცირებული, მაშინ როდესაც 2023 წელს $509,000 იყო. აღსანიშნავია აქვე ისიც, რომ ეს იყო ინვესტიციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1996 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როცა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინვესტიციების გამოქვეყნება დაიწყო. საქართველოს მოლდოვიდან ვიზიტორებიც სტუმრობენ და მათ შორის მიმდინარე წლის 2 კვარტლის მონაცემების დაყრდნობით მოლდოვიდან ვიზიტორები 6,059 შეადგენს, რაც წლიურად არის უმნიშვნელო, თუმცა ზრდა არის 6%-იანი. წლიურ წელში კი ვიზიტორებმა 2023-2024 წლებში 12,000 და ასევე 15,636 შეადგინა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით წელს 8 თვეში მოლდოვიდან $6,400,000 გადმოირიცხა და აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მოლდოვიდან ფულადი გზავნილები $7,100,000-მდე გაიზარდა.